Грузии 164 героя Советского Союза. Это великое созвездие героев обогатился еще одной фамилией. Это наш уважаемый друг и товарищ по партии, по бюро Алексей Николаевич Наури, присвоено за боевые заслуги героев. 1985 წელს კრემლში საქართველოს უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ინაური საბჭოთა კავშირის გმირის ოქროს ვარსკვლავით დააჯილდოვეს. На благо нашей Родине, на благо нашего советского народа, на благо нашей великой партии. Спасибо вам. ინაურისთვის გმირის წოდების მინიჭება განსაკუთრებული შემთხვევა იყო საბჭოთა კავშირის პრაქტიკაში. როგორც წესი, პარტია ამ ჯილდოს მშვიდობიან პერიოდში არ გასცემდა, ან თუ გასცემდა მხოლოდ სიკვდილის შემდეგ. გამონაკლის კოსმონავტები წარმოადგენდნენ, რომელთა თავგანწირვას პოლიტბიურო სულ სხვა კატეგორიებით აფასებდა. ოფიციალური ვერსიით, ინაური ოქროს ვარსკვლავით მეორე მსოფლიო ომში გამოჩენილი მამაცობისთვის დააჯილდოვეს. პარტიამ ცნობილ ჩეკისტს თავგანწირვა 40 წლის დაგვიანებით დაუფასა. ერთი შეხედვით სოციალისტურ სამშობლოში მართლაც არავინ და არაფერი იყო დავიწყებული. მიუხედავად ამისა, ხალხი მაინც დარწმუნებული იყო, რომ ინაურს მთავრობამ გმირის ვარსკვლავი არა 40 წლის წინ გამოჩენილი თავგანწირვისთვის, არამედ 1983 წლის 18 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციისთვის გადასცა. იმ დღეს 7-მა ახალგაზრდამ თბილისის აეროპორტიდან ბათუმისკენ მიმავალი თვითმფრინავი გაიტაცა. ისინი ჯერ თურქეთში, იქიდან კი ამერიკაში აპირებდნენ გაქცევას. ამ გადაცემის ისტორიაში საოცარი ის იყო მხოლოდ, რომ ოფიციალური ვერსიით საბჭოთა კავშირიდან გაქცევისკენ ახალგაზრდებს ქრისტიანულმა რელიგიამ, ლედ ზეპელინის მუსიკამ და ყველასთვის უცნობი ფილმის მონანიების სცენარმა უბიძგა. უმხურვალედ შეეგება თბილისი ძვირფას სტუმრებს. 1983 წელს შესრულდა 200 წელი გეორგიევსკში ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთს შორის დადებული ტრაქტატიდან. გაუქმებული ტრაქტატის საზეიმო სამზადის რესპუბლიკა წლის დასაწყისშივე შეუდგა. ძმობის დღესასწაულისთვის დაიგეგმა სხვადასხვა პარტიული და კულტურული ღონისძიებები. თბილისში მოიპატიჟეს მოკავშირე რესპუბლიკების ხელმძღვანელები, პოლიტბიუროს მთელი შემადგენლობა და რა თქმა უნდა ახალი გენერალური მდივანი იური ანდროპოვი. ყოველი შემთხვევისთვის წინასწარ დააპატიმრეს დისიდენტებიც. ამ ნაბიჯით სურდა ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს ედუარდ შევარდნაძეს ვითარების თავის სასარგებლოდ შემოტრიალება და ქვეყნის პირველი პირის გულის მოგება. ახლა ყველაფერი ამინცა და ანდროპოვის ჯანმრთელობაზე იყო დამოკიდებული, რომელსაც ხან კარგი, ხანაც ცუდი პირი უჩანდა. ბოლოს დადგა ნანატრი დღეც, 30 ოქტომბერი. სახალხო ზეიმა მაინც ანდროპოვის გარეშე ჩაიარა. ჩვეულებრივი კალენდარული დღე დღესასწაულად იქცა, თუმცა შევარდნაძისთვის ეს იუბილე უშფოთველი ცხოვრების ბოლო წელი გამოდგა. 18 ნოემბერს თბილისის აეროპორტიდან თვითმფრინავის გატაცების საქმემ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ერთ დღეში იდეოლოგიურად სანიმუშო რესპუბლიკა, ქვეყანაში იდეოლოგიური რღვევის ყველაზე დიდ პოლიგონად იქცა. ვითარების გადასარჩენად თბილისის აეროპორტში თავი მოიყარა რესპუბლიკის ხელმძღვანელობის მთელმა შემადგენლობამ, მათ შორის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსი ინაურმა. გამტაცებლების დაკავების ოპერაციას მოსკოვთან შეთანხმებით სწორედ ის ხელმძღვანელობდა. ეს ისე წამიერად და წუთიერად მოხდა ეს ოპერაცია. ესენი გაუგნებულები იყვნენ და სიმართლე გითხრათ, არ ეგონათ თუ ისინი საქართველოში იყვნენ. მე ასეთი დამრჩევი, თორე რაღაც ისეთი წამოძახილები ჰქონდათ, რომ ვითომ იყვნენ სხვა ქვეყანაში. რომ მოხდეს ამბავი, რა თქმა უნდა, მაშინათვე შეგვატყობინეს ჩვენ სამსახურიდან თითქმის უმრავლესობა აეროპორტში წავიდა, ინაურმა დამავალა, რომ მე სამსახურში დავრჩენილიყავი და სათანადო ღონისძიებები ჩამეტარებია სამსახურში. იქიდან მოდიოდა ინფორმაცია, თუ ვინ იყვნენ თვითმფრინავის გამტაცებლები. აღმოჩნდა თვითმფრინავის გამტაცებლებში გეგი კობახიძე, აღმოჩნდეს დავით მიქაბერიძე,
წერეთელი, სოსო წერეთელი და კიდე სხვები. რომელიცაც დადგენა, როგორც კი მოდიოდა ინფორმაცია, მაშინაც ვეხტებოდა თუ ვინ იყვნენ. 18 ნოემბერი ყველაზე სისხლიანი გამოდგა მსგავსი შემთხვევების ისტორიაში. პილოტებზე შეიარაღებულ თავდასხმას ჰაერში 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტრაგიკული სტატისტიკა მიწაზეც გაგრძელდა. სალონში თავი მოიკლა ერთმა თავდასხმელმა, ხოლო გარედან სამხედროების გახსნილ ცეცხლს თვითმფრინავში კიდევ 2 ადამიანი შეეწირა. გამთენიისას 5 გამტაცებელი აეროპორტიდან პირდაპირ უშიშროების კომიტეტში მიიყვანეს. ნაშუა დღეს კი სამშობლოს ღალატში ბრალდებულები გამომძებლების პირველ კითხვებს პასუხობდნენ. დაკითხეს გეგა კობახიძეც. ის ამ დროს რეჟისორ თენგიზ აბულაძის ფილმში მონანიება თორნიკეს როლს ასრულებდა. კობახიძემ ბათუმის რეისზე მისი და დანარჩენი გამტაცებლების მოხვედრის მთავარ მოტივად არა სამშობლოს ღალატი, არამედ ბათუმში მიმდინარე მონანიების გადაღება დაასახელა. მე თანამშრომლებს ვუთხარი, რომ სასწრაფო სცენარი მომიტანეთ. როგორც იქნა, 2 დღის მერე სცენარი მომიტანის. წავიკითხე. მე სამსახურში დوار მქონა, მე წაკითხვის და სახლში წავიკითხე. შემდეგ თათფირზე ინაურმა თქვა, რომ ეს სცენარი მიმეტანა მისთვის. მირეკავს ინაური. და მეუბნება, რომ что за антисоветчина, антисაბჭოთა იმაში, როგორ ახარ ჩართული. რა антисоветчина არის, антисоветчина. ხო? ინაური არ არის ესეთ თანამდებობაზე და ისეთი კაცი, რომ ის ანეკდოტებით ელაპარაკობდა ფამილიარულად და საკმაოდ სერიოზულად მივიღე ზარი და კითხა და შენთანო მოვლენო და მოუყევი ყველაფერი. მოსაყოლი კი მართლაც ბევრი იყო. მონანიების კვალი ტელერადიო კომიტეტამდე და მის თავმჯდომარემდე შემთხვევით არ მიდიოდა. მხატვრული ფილმის პარტიზანულად გადაღებას სწორედ ტელერადიო კომიტეტი აფინანსებდა, ხოლო ფილმის შექმნის ინიციატივა პირადად ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს, ედუარდ შევარდნაძეს ეკუთვნოდა. მონანიების გადაღებაში პირველი მდივანი თვითმფრინავის გატაცებამდე კარგახნით ადრე ჩაერთო. ფილმთან დაკავშირებით ყველა საპროდიუსერო ინიციატივაც სწორედ მისგან წამოვიდა. რეკავს ტელეფონი ავიღე შევარდნაძე. აშკარად დაინტერესებულია და აშკარად შეწუხებულია, რომ ვერ აკეთებს და რაღაცა პაუზა მოხდა და ის გაეცინა და აი აგერო კიდევ მკარნახობენ, რომ შენიო პირადი ურთიერთობებიო საკავშირო ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან ისეთიო, აქამდეც ბევრი გაგიკეთებია და ეგებ ესეც მოინდომო. რუსეთის წარმომადგენლებს საქართველო მასპინძლობდა როგორც უძვირფასეს ადამიანებს. მათი სახით მთელ რუსეთს, რომელთანაც დამოყრების 200 წლისთავი შორს გასცილდა რესპუბლიკის ფარგლებს. ანტისაბჭოთა ფილმის პროდიუსერობა და თვითმფრინავის საქმე ინაურისთვის კარგი არგუმენტი იყო შევარდნაძის წინააღმდეგ გამოსაყენებლად. მდგომარეობას მოსკოვთან გართულებული ურთიერთობაც ამძაფრებდა. ბრეჟნევის ყოფილ ფავორიტს ახალი გენერალური მდივანი აშკარად არ სყალობდა. ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ ინაურ შევარდნაძესთან ძველი ანგარიშები ჰქონდა გასასწორებელი. თავის დროზე შევარდნაძემ კორუფციასთან ბრძოლის კამპანია კარგად გამოიყენა მისთვის მიუღებელი კადრების ჩასანაცვლებლად. ერთადერთი ვისი მოშორებაც მთელი კარიერის მანძილზე ვერ შეძლო, ეს უშიშროების შეფი ალექსი ინაური აღმოჩნდა. შევარდნაძემ დააყენა საკითხი ინაურის პენსიაზე გაშვების. რაზეც ანდროპომა პირადად ესაუბრა, როგორც მე ვიცი ეს, მე მგონი სწორი უნდა იყოს. პირადად ესაუბრა შევარდნაძე და უთხრა, რომ თქვენ მიხედეთ თქვენს საქმეს, ჩვენ შევარდნაძე ინაურს როდის გაუშვებთ და როდის არ გაუშვებთ, ეს ჩვენი საქმე და თქვენი საქმე არ არის. თქვენ მიხედეთ რესპუბლიკაში შექმნის სიტუაციას. რა თქმა უნდა, ეს ამბავი ინაურისთვის გახდა ცნობილი. ადამიანურად საწენი იყო. ხო, კაცი, რომელიც ღებულობდა აქტიურ მონაწილეობას მის აღზევებაში, მის პირველ მდივნად დანიშვნაში, ის კაცი ცხოვრობდა ბატონი ინაურის გაშვებას პენსიაზე. პირველად შევარდნაძის 30 წლიან პარტიულ მოღვაწეობას ყველაზე სერიოზული საფრთხე დაემუქრა. კარიერის განმავლობაში პირველ მდივანს ჰქონდა კრიზისული პერიოდები, თუმცა ახლა მდგომარეობა მართლაც საგანგაშო იყო.
ერთის მხრივ ანტისაბჭოთა ფილმის პროდიუსერობა და მეორეს მხრივ თვითმფრინავის საქმე, კორუფცია, მიწერები და რესპუბლიკის ჩამოშლილი იდეოლოგია. პირველ მდივანს კომუნისტის უმციკლო რეპუტაცია ერთბაშად ხელიდან შემოეცალა. რესპუბლიკის პარტიული პირამიდა პანიკამ მოიცვა. ვითარების შემოტრიალების ერთადერთ გზად ისევ ინაურზე შეტევა რჩებოდა. ასე ვთქვათ, პირველი გამოჩნდა იყო ჟიული შატავა, რომელიც მაშინ გახდა აგიტაცია პროპაგანდის განყოფილების ხელმძღვანელი და სწორედ მან უსაყვედურა ინაურსო თქვენ როგორ დაუშვით, რომ ახალგაზრდები შეერაღებული გზით თვითმფრინავში ავიდნენ და გაიტაცეს თვითმფრინავი და მოხდა ეს ტრაგედიაო. ნუ ინაურა პირდაპირ უპასუხა გაბრაზებულმა, რომ ახალგაზრდების კომკავშირული სულისკვეთებით აღზრდა ეს კომკავშირის საქმე იყო, რომელსაც თქვენ წლების მანძილზე ედექით სათავეში, ასე რომ ხელსაქმეთ ნურავი ნუ გამოიშორტო, პირდაპირ მიახალა, დააგდო ყურმილი და მალჩიშკა მიაძახა ტელეფონში. სატელეფონო ზარებით პროცესის შეჩერება წარმოუდგენელი იყო. თვითმფრინავის საქმეს მთლიანად მოსკოვი აკონტროლებდა. ახლა ყველაფერი იმ ჯგუფის ხელში იყო, რომელიც საგანგებოდ ლუბიანკიდან იყო გამოგზავნილი. სწორედ მათზე იყო დამოკიდებული, ჩაუთვლიდნენ თუ არა რესპუბლიკის პირველ პირს თვითმფრინავის საქმესა და ანტისაბჭოთა ფილმის პროდიუსერობას კომუნისტური იდეალების ღალატად. დაიწყო, საშნელი დევნა, ისე რომ პარალელურ რეჟიმში აღმოჩნდა, რომ ის მასალა, რაც ჩვენ 5 თვის განმავლობაში გადავიღეთ ბათუმში, ფაქტურად იყო სულ წუნდებული, იმიტომ რომ ამ დროს ლაბორატორია იყო რემონტზე, მასალა დაგროვდა დაახლოებით 4 თვის მასალა და ერთბაშად გაამჟღავნეს. და ჩვენ მაშინ ვიღებდით კონვას, იყო ესეთი რაღაც უძველესი კამერა და იმაზე და აღმოჩნდა, რომ მთელ ამ მასალას აქვს, ასე ვთქვათ, უნდა ვიხმარო ეს ტერმინი, რყევა, კაჩკა ქონდა და მთელი მასალა იყო დაღუპული. მე დღემდე არ ვიცი, სპეციალურად იყო ასე გაკეთებული თუ მართლა რაღაცა ცუდი კამერა მისცეს თენგიზ აბულაძეს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მასალა არ ვარგავდა და ჩვენ აგვისტოში გასულები გადაღებაზე დეკემბრის ბოლოს აღმოჩნდით თავარი გმირის გარეშე, მასალის გარეშე და კგბ-ს, ასე ვთქვათ, დასმენით თუ რეპორტით, რომ საჭიროა ამ ფილმის შეჩერება, მასალის დაწვა, სცენარის განადგურება და რეჟისორის დაპატიმრება. ანუ აბსოლუტურად ნოუზე ვიჩეკით და ძალიან მძიმე მდგომარეობაში. თბილისში იმ ფილმის განადგურებას ითხოვდნენ, რომლის სცენარი მოსკოვის წლების წინ დაწუნებული ჰქონდა. ალექსეი ინაურის გაშიფრულ სცენარს დიდი ხანია საკავშირო კომიტეტის თავმჯდომარეს ფილიპ ერმაშის რეზოლუცია ედო. სცენარი ფილმისთვის მონანიება იდეურად გაუმართავია. მაშინ არც გეგა კობახიძე იყო დამტკიცებული თორნიკეს როლზე და არც ბათუმი იყო გადასაღებ მოედნად შერჩეული. ინაურის მოსკოვში გაგზავნილი შიფოგრამა თბილისში ანტისაბჭოთა კინოაქციის მომზადებაზე აშკარად დაგვიანებული იყო. თავარი კითხვა, როგორ მოახერხა რეჟისორმა პარტიზანულად ფილმის გადაღების დაწყება, საქართველოს კგბ-ს თავმჯდომარისთვის კვლავ პასუხგაუცემელი იყო. მე გავფრინდი მოსკოვში და რა თქმა უნდა მივაკითხე ჩემ შეფს ლაპინი, სერგეი გიორგიძე ლაპინი. იქ და მოუყევი რაღაცეები, ახლა ისიც ვაგზნობინე, რომ შევარდნაძე მეცის მეთქი რომ წამოვედი, დიდი იმედი აქვს აქეთ და რა ფილმიაო მითხრა. მე უთხარი, იდეას ვეუბნები აქეთ და როგორც კი იდეა გაგა, არაო მითხრა იმ დროში. ახლა აქედან მოვარი, გაგონება არ უნდა. ეწყინება მეთქი, არაო, ეწყინება ახლა და მასაც ძალიან კარგად ესმისო. ისე მიმარიშდა კიდე რომ თლადალაგებული მაგასაც არ აქვს ურთიერთობა აქაო და ამ დროს არია. ტელეფონი რო იყო, უთხრეს რომ ლაპარაკი უნდა თქვენთან დაგირეკავთ ეხლაო და хорошо говорю, жду და იურა хочет. იურას იურის უნდა ლაპარაკი იური. კომენტატორი იური. ანდროპოვმა უნდა დაურეკოს, არა? იმით ჩვენ წამოვდექი და გამოვდივარ გარეთ. ზარი ოსტანკინოში შემთხვევითი არ იყო. ეს ის დროა, როცა პოლიტბიუროში გადაწყვეტილებებს ავადმყოფი ბრეჟნევის ნაცვლად სწორედ ანდროპოვი იღებს. ქვეყნის ფაქტობრივ მმართველს ოსტანკინოს ხელმძღვანელთან სამსახურის გარდა დიდი ხნის მეგობრობაც აკავშირებდა. 56 წელს ბუდაპეშტის მოვლენების დროს სწორედ ლაპინმა გადაარჩინა ანდროპოვის ოჯახი უნგრელი მეამბოხეების ტყვიებს.
მეგობარმა დაწუნებული სცენარი ანდროპოვს ოსტანკინოდან პირდაპირ კრემლში გაუგზავნა. ახლა ყველაფერი ანდროპოვზე და მის კინო გემოვნებაზე იყო დამოკიდებული. ორიოდე დღეში ქვეყნის ფაქტობრივმა მმართველმა თბილისელს სტუმართან პირისპირ შეხვედრა მოითხოვა. შეხვედრა ბარვიხაში ლაპინის სამთავრობო აგარაკზე შედგა. ანუ გაგზეთ твои усатиო იკითხა იმან და ჩამომართვა ხელი და იმით შეყოლგარი ლაპარაკზე. სერიოზო, გავისეირნოთ. დავდივართ საერთოდ სუბტაერი აკადემია და უცებ მომიტრიალდა ეს ანდროვით. რა გაუჭირვეთ თქვენ სტალინის საქმე ქართველებმა მოთხ. ესმისო ამ ფილმსო ბალტიის პირელები იღებდნენო. ეს ფრაზა მითხრა. ამ ქართველებმა ეს ქართველები რას იკლავთ თავსო ამ სტალინის გინებით და ლანძღვით და თქვენზე ბევრი კარგი სმენეო Paio ტელევიზია თქვა, ჩვენო ძალიან ყურადღებით ვადენთ თქვენს თავსა და გისურვებთ წარმატებასა და ჩავმართვა ხელი და აი რეალდებოდა. ამის თაბოი ნისტრიჩალისო მითხრა. რა მოხდა 2 წლის წინ ბარვიხის აგარაკზე? შევარდნაძემ რა თქმა უნდა არ იცოდა. არ იცოდა არც ინაურმა, რომელსაც იმ დღეებში საქმეები თავზე საყრელი ჰქონდა. ჩამოდი და უთხარი რომ ეგეთი ამბავია და შეწუხდა ძალიან. უთხარი კატეგორიულად ამიგზალა ყველაფერი მე უთხარი გამოსავალს მე ვერ ხედავი კერმაში ოცნებებში წავიდა ეხლა ის ეს მე უთხარი გადავიღოთ მეთქი ეს ფილმი ჩვენ პარტიზანულად მეთქი ვეუბნები როგორ პარტიზანულად მეთქი გადავიღოთ მეთქი პარტიზანულად და ჩვენი ფულით ჩვენი სახელით ყველაფერი და თუ პრობლემები შეიქმნა ხო გადამარჩენთ მეთქი. სიცილით ვეუბნები რა. მარყუში ყოფ რა თავს და დაფიქრდა. თან როგორ დაფიქრდა იცი ერთი 2 წუთი გავიდა 3 წუთი გავიდა ისიც გაჩერებულია ჩომა და ამასა და ხედავ მაგას შენ პერსპექტივასო მეკითხა და მოდი იფიქრეო მაგაზეო. ახლა მაგას ხო არ მეტყვის გადაიღევა. იფიქრეო მაგაზეო და მანდა მაინცო ნუ შეგეშედება ნორაფრისო. ეს ფრაზა მეთხრა. შევარდნაძის თანხმობით მონანიებისთვის თანხა რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გამოიყო. 3 მილიონი მანეთის გადარიცხვას მაშინდელმა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ ზურაბ პატარიძემ პირადად მოაწერა ხელი. ეს იმ დროს საკმაოდ დიდი თანხა იყო არა მარტო საბჭოთა კინოსტანდარტებით, არამედ ჰოლივუდის სტანდარტებითაც. თანხა ჯერ საქართველოს ტელერადიო კომიტეტის ანგარიშზე, ხოლო ტელერადიო კომიტეტის ანგარიშის გავლით კინოსტუდია ქართული ფილმის ანგარიშზე მოხვდა. გადაღება ბათუმიდან დაიწყო. სადღაც სექტემბრის ბოლოსთვის 93 წლისა ბატონმა თენგიზმა დამირეკა ბათუმიდან და მთხოვა რომ რამენაერად მომეგობრებებია ჩემი სამეგობრო და მასოვკის ფუნქციით ჩავსულიყავით ბათუმში. პირდაპირ მითხრა რა ვქნაო ამ სამ მანეთიან ასეთ ცდილობასო ადამიანების რომ იყვნენ მასოვკაში და იმდენი დღეა ვეხვეწები რომ კადრში არ შემოიხედოთო რომ ვერ მივახციეო ყველანი მაინდამაინც იყურება პირდაპირ კადრში და არ გამოდის ის რაც მე მინდაო გამოგიგზავნით დიდ ავტობუსს და აბა თქვენ იცით კარგად იცნობდნენ ჩემი მეგობრები ბატონ თენგიზ ასეც მოხდა. ზაზახალვაში გადაღებებზე თენგიზ აბულაძის ასისტენტი იყო. ბათუმში გადასაღები ლოკაციები მან თენგიზ აბულაძესთან ერთად შეარჩია. და ეს შენობა, სადაც არის გადაღებული გამარჯობა. კარგად, ჩემო კარგად. სადაც არის გადაღებული ეპიზოდი ის აღლუმისა, როდესაც გვერდითა ქუჩიდან გასკდება კანალიზაციის მილი და წყალი ასხამს და ეს ექსპრესიული და ემოციური სურათი, ეპიზოდი აი ამ შენობასთან არის გადაღებული.
აი ამ სახში არის გადაღებული სწორედ აი ამ შენობაში, სწორედ აი ამ ეზოში ეპიზოდები ფილმისა, როდესაც კაბატონი იანინიძე აი არავიძის კუბოსთან ცეკვავს და რაღაც ფანტასმაგორიული სცენა არის თუ გახსოვთ. სხვა შეიძლება ერთი დეტალი მახსენდება ეგეთი, რომ როცა კუბო მოიტანეს, რა თქმა უნდა, ეხლა ყველანი შევაჩერდით ბატონ ავთოს. იმიტომ რომ უნდა ბატონმა თენგიზმა თქვა, არა უშავს იმ მუმია გქონდა გაკეთებული რომ გავდა ამას და იმას ჩავაწვენთო. მაგრამ არ ქნა ბატონმა ავთომ ხო და ჩაწვა და გახსოვთ იქ სცენაში მერე დგება კიდევაც იქედან და ფაქტიურად რაღაც ახალი ჟღერადობა შეიძინა ამ ეპიზოდმა. მოგვიწია ურთიერთობა არავიძის სახით მქონე ფიტულთან. მოკლედ მას სასწრაფოდან გატანისას ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი გადაიკიდებდა ხოლმე მხარზე, რაც იწვევდა გაუგონარ კივილს და ესე იგი წივილს იმ ადამიანების რომლებიც გარშემო დადიოდნენ და ვერ ასხვავებდნენ ამ ცხედარისგან, ამ რაცაც ჩვენ ვეთამაშებოდით. ეს ახლა ჩვენი ქალაქის მთავარი სამლოცველოა. აქ მაშინ როცა ბატონ თენგიზი იღებდა ფილმს, არ იყო ეკლესია, ის გაუქმებული იყო და ის მაგივრად იყო მაღალი ძაბვის ლაბორატორია. სხვათა შორის სულ გრძნობდი, მე ვიცნობდი ახლა აქ ვიღაცები, ვინც ბათუმელები ვართ, ვიცნობდი, მუშაობდნენ თქვათ ორგანოებში არა და ვიღაცები აუცილებლად მორიგეობდნენ გადაღებებს. უცნაური ის იყო, აქ რომ მოვედით, აქ არავინ არ იყო. მარტო ჩვენ ვიყავით და მარტო 1-2 ადამიანი, იმიტომ თენგიზიც ფაქტიურად ისე ჩუმად შემოვიდა და ის ერთ პლანში ისე გახსოვთ ფილმშიც ისე დევს, იქ ერთი მხოლოდ რადიო დავდეთ, რომ თითქოს იქ ზევით რაღაც რადიოდან ისმის ეს ხმა. ატომის შეუბოჭავმა ძალამ ყველაფერი. ბათუმში მონანიების გადაღებები ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდა. შემოდგომის წვიმების გამო აბოლაძემ გადაღებები დროებით შეაჩერა. გრძელვადიანი პროგნოზით ბათუმში ამინდი ნოემბრის მეორე ნახევრიდან უნდა შეცვლილიყო. გადაღების გაგრძელების თარიღად 19 ნოემბერი ჩაინიშნა. ბათუმიდან დაბრუნებულ გეგა კობახიძეს და მის მეუღლე თინა ფეტუიაშვილს ეს ინფორმაცია 9 ნოემბერს ფილმის დირექტორმა შეატყობინა. მონანიების გმირმა მეუღლესთან ერთად ბათუმში ჩასვლა 18 ნოემბერს თვითმფრინავით გადაწყვიტა. გაფრენის წინა დღეს კი თინა ფეტუიაშვილთან ჯვარი თბილისში სიონის ეკლესიაში დაიწერა. ხუჩაბაც რესტორან დურვიჩი თავი მოიყარა ახალგაზრდა წყვილის თითქმის ყველა მეგობარმა, მათ შორის იმ ახალგაზრდებმაც, რომლებიც შემდეგ 18 ნოემბერს თბილისი-ბათუმის საბედისწერო რეისზე თვითმფრინავის სალონში აღმოჩნდნენ. შემთხვევით არაფერი არ ხდება. თვითონ სისტემამ და იმ ძალებმა, რომლებიც მაშინ ქვეყნის სათავეში იყვნენ, ეს სპეცსამსახურები იქნებოდა თუ პარტიული ორგანოები, ესაც ნახეს დაპირისპირება გაჩნდა რესპუბლიკის ხელმძღვანელობას, ანუ შევარდნაძესა და მაშინდელ ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივანს ანდროპოვს შორის, აი მაშინ ისარგებლეს ამ მომენტით და ეს ახალგაზრდები გამოიყენეს, ისინი მიდენეს დანაშაულის ჩასადენა და ის რაც მოხდა მერე მოხდა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფერი სწორედ იმ დაპირისპირების შედეგია, რაც ხდებოდა აი ამ ორ პიროვნებას შორის, შევარდნაძესა და ანდროპოვს შორის. გეგა კობახიძის თვითმფრინავის გატაცებაში მონაწილეობა გადამღები ჯგუფისთვის მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც კგბ-მ კინოსტუდიიდან ფილმის სცენარი გამოითხოვა. თავარი გმირის დაპატიმრებისა და ფილმის სცენარით კგბ-ს დაინტერესების გამო გადაღებები ბათუმში დროებით შეწყდა.
თუმცა განახლდებოდა თუ არა საერთოდ გადაღებები, ეს არა მარტო აბულაძემ, არამედ ფილმის მთავარმა მფარველმა ედუარდ შევარდნაძემაც კი არ იცოდა. გაერკვევა ეს საქმეში და ყველაფერს მომახსენებს. რა არის გასარკვევი? ეს გაგრძელდა 31 იანვრამდე, როდესაც ჩვენ არ ვიცოდით რა გველის და ბატონმა თენგიზმა სახლიდან გაზიდა მთელი დისიდენტური ლიტერატურა, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობით ჰქონდა, იმიტომ რომ ნატროსხით რომ დადიოდა მთელ მსოფლიოში, ჩამოქონდა, მარტო წიგნები ჩამოქონდა. ეს ყველაფერი გადამალა და მორჩილად ელოდებოდა ესე იგი განვითარებას, მოვლენების. და მახსოვს ასე ყვებოდა ბატონ თენგიზი, რომ ის შეხვდა ინაურს, მაშინდელ კაკების საქართველოს კაკების ხელმძღვანელს, რომელთანაც ჰქონდა ღრმა და შინაარსიანი საუბარი იდეოლოგიის საკითხებზე და ფაქტიურად ინაურმა უსაყვედურა, რომ ეს არის ანტისაბჭოური, ანტისახელმწიფოებრივი ფილმი და ეს ასე არ დარჩებოდა უყურადღებოდ საბჭოთა ხელისუფლებას და ბატონ თენგიზისგან მონაყოლს ვიმეორებ, მან ასე უპასუხა, მერე მთელ ქალაქში თბილისში გავრცელდა ეს ფრაზა, მან უპასუხა ასე, რომ თუ ჩემი 2 საათიანი ფილმი ამ ხელა სახელმწიფოს დაანგრევს, მაშინ მართლა დასანგრევი ყოფილაო და ეს სიტყვები მერე გავრცელდა მთელი თბილისი ჭორაობდა, როგორ რა უპასუხა თენგიზმა კაკების შეფს. 31 იანვარს იყო მის დაბადების დღე. აი ეს დაბადების დღე იყო განსაკუთრებული, იმიტომ რომ ფაქტიურად ყველა მისმა კოლეგამ და მეგობარმა იცოდა, რომ დიდი საშიშროების წინაშე დგას ის და ყველა მოვიდა. იყო რაღაცა უამრავი ხალხი და ეს იყო ერთგვარი მხარდაჭერა იმისი, რაც ხდებოდა, იმიტომ რომ ქალაქში დაცოცავდა ეს საშნელი ჭორები, რომ თენგიზს უპირებდნენ დაპატიმრებას და საერთოდ ფილმი იღუპებოდა. მართლა საოცარი იყო ეს საღამო და დილის 8-ზე მას დაურეკა შევარდნაძე, მოულოცა და ეს იყო ერთგვარი ნიშანი, რომ გააგრძელა მუშაობა. ბათუმში გადაღებები 20 მარტიდან განახლდა. მანამდე 9 თებერვალს ქვეყნის მთავარმა საინფორმაციო გადაცემა „ვრემიამ“ ქვეყანას იური ანდროპოვის გარდაცვალება ამცნო. ფილმს მთავარი ცენზორი სამუდამოდ ჩამოშორდა. პირველმა მდივანმა შვებით ამოისუნთქა. კარიერული წინსვლისთვის გზა ისევ გახსნილი იყო. მონანიების გადაღებებიც გრძელდებოდა. მიუხედავად ამისა, ფილმი და თვითმფრინავის საქმე შევარდნაძეს და ინაურს შორის ფარული დაპირისპირების საბაბად მაინც რჩებოდა. ვინ არის მტერი? მონანიების გადაღებები ბათუმიდან თბილისში გაგრძელდა და 2 თვეში დასრულდა. ზაფხულში ფილმი უკვე მზად იყო. პრემიერა წყნეთში შევარდნაძის აგარაკზე შედგა. ცეკამ ნახა ფილმი და როგორ ღელვით ელოდებოდა ყველა, იმიტომ რომ არავინ არ იცოდა აი ამის შედეგად რა დატრელდებოდა და იყო სამარისებული სიჩუმე და ადგა შევარდნაძე და თქვა თენგიზ შენ გადაიღე ეტაპური ფილმი და ვიღაცა იხუმრა. თავი ხა ეტაპით არ წაგიყვანონ. და ამითი ესე იგი ფაქტურად ყველამ გაიცინა და ატყდა მოლოცვები და მოიხსნა მთელი ეს დაძაბულობა და ერთადერთი შენიშვნა იყო ბოლო ფრაზაზე იყო როდესაც ის ამბობს რომ ეს გზა ტაძართან არ მიგიყვანს, აქო ჩაამატეთ ეს ვარლამის ქუჩაა. ეს გზა ტაძართან არ მიგიყვანს და მე მგონი კიდევ უარესი გახდა. ანუ კიდევ უფრო დიდი ბომბი ჩაიდო ფილმში. მონანიების დასრულების პარალელურად ინაურის უწყებამაც დაასრულა თვითმფრინავის საქმის გამოძიება. საქმე ნომერი 220 განსახილველად უმაღლეს სასამართლოს გადაეგზავნა. ათარბეგოვის ქუჩაზე უამრავი ხალხი მოვიდა. უზენაესი სასამართლოს შენობასთან თავი მოიყარა ბრალდებულთა ოჯახის წევრებმა და მათმა მეგობრებმა. პროცესზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო, თუმცა დარბაზში შეშვება მაინც ლიმიტირებული იყო. ხალხშენობის გარეთ უწევდა იმის გაგება თუ რა ხდებოდა სასამართლოს დარბაზში. У вас было все. Что вам там нужно было? Как вы
საწარმოებში აქტივების კრებებს კი ბოლო არ უჩანდა, შრომელები საჯაროდ ითხოვდნენ თვითმფრინავის გამტაცებელთა დახვრეტას. ამ სააგიტაციო კამპანიებით შევარდნაძე კრემლის შემორიგებას ცდილობდა. საჩვენებელი პროცესი უპრეცედენტოდ მოკლე დროში დასრულდა. 10 აგვისტოს მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურორის მოთხოვნა და 5 ბრალდებულიდან 4-ს სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა მიუსაჯა. საკანონმდებლო პროცედურების გავლის შემდეგ 4 ოქტომბერს გამთენიისას ხელისუფლებამ განაჩენის სისრულეში მოიყვანა. ორთაჭალის იზოლატორში სასჯელის უმაღლესი ზომის აღსრულება გაზეთ კომუნისტ მკითხველისთვის არ უცნობებია. კანონმდებლობით ცეკას ბეჭდით ორგანოებს ევალებოდათ განაჩენის სისრულეში მოყვანაზე ინფორმაციის გამოქვეყნება, რაც მთავარია, ციხის ადმინისტრაცია როგორც წესი დახვრეტილთა პირად ნივთებს ფოსტით უგზავნიდა დახვრეტილთა ოჯახებს. თვითმფრინავის საქმის შემთხვევაში ეს არ მომხდარა. პირიქით, ციხის ადმინისტრაცია სიკვდილმისჯილთა სახელზე გაგზავნილ ამანათებსა და ფულს იღებდა, რასაც მიღება ჩაბარების დავთარში ხელმოწერით ადასტურებდა. იქნებოდა შტაბ-ეჭდილება, რომ სიკვდილმისჯილები განაჩენის აღსრულების მოლოდინში იყვნენ და საზოგადოების გააქტიურების შემთხვევაში იყო შანსი მათი გადარჩენისა. შემოქმედებითმა კავშირებმა უამრავი კოლექტიური წერილი გააგზავნეს რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, პარალელურად დაიწყო შეწყალების პეტიციაზე ხელმოწერებიც. იმ დროს, როცა გეგა კობახიძე და დანარჩენი 3 ბრალდებული უკვე დახვრეტილი იყო, კოლექტიური წერილი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სახელზე მონანიების გადამღებმა ჯგუფმაც გააგზავნა. ისტორია ისევ განმეორდა. ამჯერად არა მხატვრულ ფილმში, არამედ რეალურ ცხოვრებაში. აბულაძე ხელისუფლებას იმ ადამიანების შეწყალებას თხოვდა, რომლებიც უკვე დახვრეტილები იყვნენ და ფილმის ეპიზოდიც მსგავსად მიმოწერის უფლების გარეშე იყვნენ გადაგზავნილები. გადაგზავნილია მიმოწერის უფლების გარეშე. დაუკავშირდი ინაურს. ინაურმა მითხრა, რომ ისინი დახვრეტეს. მე ვთხარი, როგორ დახვრეტეს, ეს არავინ არ იცის და რომ ეს ჩვენ არ გვეხებაო, შეგიძლიათ ესო კარანაძეს კითხოთ. კარანაძე იყო სასამართლოს თავმჯდომარე, აკაკი. კარანაძე წესიერი პატიოსანი კაცი. საღამო ხანი იყო 10 საათი იყო და დაურეკე აკაკის. აკაკი მოვიდა ჩემთან კაბინეტში და მიხსნიდა, რომ მეო არ ვაპირებდითო, მაგრამ ასეო, ეს გადაწყვეტილება რომ მივიღეთო. ახლა მე ვადებს არ ვეკითხები, ახლა ეს დეტალები არ ვიცოდი, ახლა მე ზოგი რო დაიწყებს ხოლმე მე ახსნას, რომ ყველაფერი რო იცი, არ ვიცოდი, მე ახლა გადაწყვეტილება როდის მიიღეს, უყურებდი სატელევიზიო გადაცემებს, სადაც ისინი ღიმილით ღებულობდნენ შენიშვნებს, ეს ჩანდა ტელევიზიის ეკრანზე, მაგრამ ახლა და რატომ მოხდა თქო ესე, რომ დაახვრეტეთ და არ გამოაცხადეთ. პრესაში ხონდა გამოცხადებული იყო. ესე მითხრაო შევარდნაძემო, არ არის საჭირო ახლა გამოცხადება, ეს ამან შეიძლება გამოიწვიოსო ბევრი უსიამოვნო პროცესებიო თბილისშიო. ორბიტა 1984 წელი მეტად მნიშვნელოვანი მოვლენით დაგვირგვინდა. საბჭოთა კავშირმა დაიწყო ვიდეო მაგნიტოფონების გამოშვება. პირველი მაგნიტოფონები უკვე გამოჩნდა ორბიტისა და ელექტრონიკის მაღაზიებში. ფასის მიუხედავად, რიგით საბჭოთა მოქალაქეებსაც ეძლეოდა ჩანსი ჩვეულებრივ მაღაზიაში ლეგალურად შეეძინათ ტექნიკის ეს მიღწევა. განსხვავებით უცხოური ანალოგებისა, რომელიც მხოლოდ ციცინათელაში პრივილეგირებული ადამიანებისთვის ეგრეთ წოდებულ ჩეკებზე იყიდებოდა. მაღაზია სალონი ორბიტა მონანიების ლეგალიზაციას ვერც თვითმფრინავის საქმის დამთავრებამ და ვერც ანდროპოვის მემკვიდრის კონსტანტინე ჩერნენკოს გარდაცვალებამ უშველა. ფილმი ისევ თაროზე იყო შემოდებული და როდის გამოვიდოდა ეკრანებზე არავინ იცოდა. ამ გაუგებრობის მიუხედავად თბილისში ოჯახურ ვიდეო სეანსებზე ემანუელას, რემბოსა და კალიგულას კასეტებთან ერთად მონანიებაც გამოჩნდა. ხალხში გავარდა ხმა, რომ აბულაძემ ანტისაბჭოთა ფილმი ლავრენტი ბერიაზე გადაიღო. კგბ-მ მონანიების წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ფრონტი გახსნა. ჩვენ ვყოფებით ფიქრის გორაზე შეღუმელის ქუჩაზე. ეს არის სახლი, სადაც ახალგაზრდები ვიკრიბებოდით ჩვენი არალეგალური საქმიანობისთვის. აი აქ გვედგა ეგრეთ წოდებული ატანტა კაცი, რომელსაც ნიშანი უნდა მოეცა ფარულად უცხო საეჭვო პირის გამოჩენის შემთხვევაში არ დავეჭირით ახალგაზრდები. წაუმძანით.
ზოგადად საბჭოთა კავშირში ყველაფერი აკრძალული იყო, აკრძალების ქვეყანა იყო. მათ შორის იყო აკრძალული უცხოური ფილმები, თუ საბჭოთა ცენზურას არ გაივლიდა რა. იყო შემთხვევები, როდესაც აი ესე შევიკრიბებოდით, შუქს თიშავდნენ ეგრეთ წოდებული სუკის თანამშრომლები, კაკების თანამშრომლები, დაუპატიჟებლად გვესტუმრებოდნენ და სულ ყველა მთელი აი ვინც უყურებდით ფილმს, ვიდეო მაგნიტოფონთან ერთად გადაყვავდით გაყოფილებაში. წავამძანით ახლა. საბედნიეროდ მე შემონახული მაქვს ძველი ვიდეო მაგნიტოფონი და განახებთ. მობრძანეთ. აი ეს არის იმდროინდელი ვიდეო მაგნიტოფონი, ხა აგესე შუქს რატო თიშავდა. შუქის გათიშვის მთავარი პრინციპი იყო ის, რომ ამ შემთხვევაში კასეტა იჭედებოდა ვიდეო მაგნიტოფონში. ვიდეო მაგნიტოფონიანად როგორც აღიხსენეთ, სულ ყველა გადავყავდით გაყოფილებაში და გაყოფილებაში ვიდეო და შემოწმება თუ რა ფილმს უყურებდით. იმ პერიოდში ძალიან პოპულარული იყო ქართული ფილმი გამოვიდა, თენგიზ აბულაძის ფილმი, ტრილოგიის ბოლო ნაწილი მონანიება. ჩვენი შეკრების მიზანიც ის იყო რა, ძალიან ხშირად ვიკრიბებდით ამ ფილმის სანახავად. დღეს ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი ვერ მოვიდა დააგვიანა. Ну, ძნელი იყო, ხა თავიდან ხარ დავიწყებდით იმ ფილმის ყურებას, ველოდებოდით, რა თქმა უნდა და ეს ვერ გათვალეს ჩვენმა სუკის თანამშრომლებმა, გაგვითიშე შუქი შევოცვიდნენ, აბა რატო არ შეკრებილი istvis ვართ, ამას წავიღებთ, წავიყვანეს ყველა განყოფილებაში. არც კი შევმოწმებიათ, რომ კასეტაც კი არ იდო შეგით ვიდეო მაგნიტოფონში, ну, იქ დაგვიწყეს დაკითხვა, რატო იყავით შეკრებილი, istvis იყავით შეკრებილი. მე თვითონ ეს ვიდეო მაგნიტოფონი ძალიან ცოტას ჰქონდა იმ პერიოდში და თვითონ ორგანოს თანამშრომლები გვეკითხავდნენ, აი რა ფილმია, რაზეა ფილმი, გვაყოლინებდნენ, შემდეგ შეიძლება ტრაბახობდნენ კიდევ ჩვენც ნანახი გვაქვს ეს ფილმი რაღაცა და გვაყოლინებდნენ ამ ფილმის სიუჟეტებს და იმას. ესეთი ურთიერთაზრის გაცვლაც კი მიმდინარეობდა ერთმანეთში. მაგრამ თავის ვალდებულებას მაინც ერთნაირად ასრულებდნენ, გვაყავებდნენ ამ კასეტებს, ანადგურებდნენ. რა ვიცი, ესეთი ცდილობები ჰქონდათ. კრემლში მიხეილ გორბაჩოვის მოსვლიდან რამდენიმე თვეში ქვეყანაში უპრეცედენტო მოვლენა მოხდა. საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად ედუარდ შევარდნაძე დაინიშნა. საბჭოთა დიპლომატიის მამას ანდრეი გრომიკოს თანამდებობა დაატოვებინეს. როგორც მაშინ ხუმრობდნენ მისტერ არა, თეთრმა მელამ ჩაანაცვლაო. ახლა ფილმის მომავალი ჯუმბერ პატიაშვილის ხელში იყო. ამ დროს პარალელურად მიდის ამ ფილმის გამრავლება. საკმაოდ ინტენსიურად თბილისში, ну, ახლა როგორც მახსოვს მე, მაშინ ახალი შემოსული იყო ეს ვიდეოები და 250 მაშინ მანეთი იყო, იყიდებოდა და უშიშროებიდან მოვიდა ოფიციალური ცნობა, რომ მრავლდება ეს ფილმი და უკვე გადის უცხოეთში, გადის პოლონეთში, პოლონეთის საშუალებით. პოლონეთში შავბაზარზე მონანიების გამოჩენა საბჭოთა კგბ ოპერატიულად გამოეხმაურა. საკავშირო კგბ-ს თავმჯდომარემ ვიქტორ ჩებრიკოვმა საქართველოს უშიშროების შეფს სასწრაფო რეაგირება მოსთხოვა. მოვლენები ისე ვითარდებოდა, რომ მონანიება შეიძლება ინაურის კარიერის ბედისწერაც კი გამხდარიყო. ქართული უშიშროების ვეტერანმა ახლა პირველ მდივანს სასწრაფოდ იმ პირების დასჯა მოსთხოვა, ვინც ვიდეო კასეტების არალეგალურ გამრავლებას უწყობდა ხელს. პირველი ეჭვი ისევ ტელერადიო კომიტეტზე მიიტანეს. ხო და ამიტომ ეს სკანდალი როცა და ისევ უკვე მირეკავს ლაპინი და რა არისო მითხრა უშიშროების სახელმწიფო კომიტეტმა უკვე დაიწყო შემოტევა ჩვენზეო და მე ვუთხარ ეს ისევ ის ფილმია, კაცო ის ფილმი ხო დამთავრდაო. მას გონია რომ გეგა კობახიძის ისტორია რომ გაიშიფრა, რომ მაშინ შეჭერდა. მაშინ ფილმი მართლა შეჭერდა, სანამ მოვიფიქრებდით რა როგორ. მე ვუთხარ არაფერი არ შეჭერდა და წამოდიო ჩემთან. მონანიების აჩრდილი შევარდნაძეს მოსკოვშიც გაყვა. ინაურისა და შევარდნაძის დაპირისპირების მეორე რაუნდი ახლა ვიდეო კასეტების გამრავლების გამო გაგრძელდა. ლუბიანკიდან კრემლში გაგზავნილი წერილი იმდენად მწვავე გამოდგა, რომ ანტისაბჭოთა ფილმის მფარველობა ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს კრემლში შეახსენეს. გორბაჩოვი აბულაძის ახალი ფილმით დაინტერესდა. წერილი მწვავე იყო, რომ გორბაჩოვმა დაურეკა პირდაპირ შევარდნაძეს, რომელიც უკვე მოსკოვში იყო, გამოიძახა ალბათ და
უთხრა რა ხდება რა ანტიკომუნისტურ ანტისაბჭოთა ფილმებს იღებ თქვენ მან საქართველოში. რაზეც ედვარდ შევარდნაძემ უპასუხა რომ თენგიზ აბდულაძე არის ნამდვილი კომუნისტი. რომ ამ ფილმი გადაიღო კომუნისტური შეცდომების გამოსწორებისთვის და რომ ეს აუცილებელი არის შემდგომი სვლისთვის. კგბ-მ მონანიების არალეგალურ გამრავლებაში მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის თანამშრომლები დაადანაშაულა. პარტიამ სოსო ცისკარიშვილისა და სულიკო ქადაგიძის საკითხი ბიუროზე გაიტანა და პირატულ საქმიანობაში შემჩნეული ჩინოვნიკები პარტიიდან გარიცხა. დასაფლავებების 5 წლების დასრულებას კრემლში დიდი როტაცია მოყვა. გრომიკოს გარდა დამსახურებულ პენსიაზე გაუშვეს ერმაშის სიმამრი კირილენკოც. მონანიებას კიდევ ერთი მტერი ჩამოშორდა. გადაადგილებები მოხდა სხვა მიმართულებებშიც. ქვეყნის იდეოლოგია კანადაში ყოფილმა ელჩმა ალექსანდრე იაკოვლევმა ჩაიბარა. პერესტროიკის მომავალი ავტორის გარშემო თავი მოიყარა ბევრმა ცნობილმა თეორეტიკოსმა და რამდენიმე ყოფილმა ტელევიზიონშიკმა. იაკოვლევს ყავს თანაშემწე. ორი. ერთი არის ვალერი კუზნეცოვი და მეორე თანაშემწე არის ვალერი მაკავეევი, ვლადიმერ მაკავეევი და ნახე ორივე. მოუყევი ეს ისტორიები და ვთხოვე დახმარება. რა დახმარება? ეგები იაკოვლევს ანახოთ ეს ფილმები. იაკოვლევ თქვა მოდით ნახოთ ეს ფილმი. ნუ გზარსო ჩამოტანილი აქვს პერიოდა. მოდი ერთად ნახოთ და დამიძახეს მე და მიმატანინეს ეს კასეტა. როგორც კი ნახა იაკოვლევმა ეს ფილმი, აი ამ ჩემი მეგობრების თანდასებით დაურეკა გარბაჩოვს. და უთხრა რომ აიო ის ფილმიო რომ ლაპარაკობენო ამაზე, მე ხლა ვნახე და პატრიასაიუში ფილმო. მიშველეთ ბატონო ვარ. მიშველეთ ბატონო ვარ. სანდრო იღუპება. მიშველეთ ბატონო ვარ. კრემლში მონანიების ეგრეთ წოდებული პრასმოტრები დაიწყო. დახურული ჩვენებები ერთი სამთავრობო აგარაკიდან მეორეში ინაცვლებდა. ფილმი ნახა ახალი გენსეკის მეუღლემ რაისა გორბაჩოვამ, ასევე პოლიტბიუროს წევრთა მეუღლეებმაც. მეორე ნახევართა აზრები ორად გაიყო. აზრები გაიყო პოლიტბიუროშიც. კგბ-ს ხელმძღვანელს, ჩებრიკოვს და პარტიის კადრების უფროს ეგორ ლიგაჩოვს ფილმი არ მოეწონათ. თუმცა ეს ის დრო იყო, როცა კადრები აღარ წყვეტდნენ ყველაფერს. კრემლმა მონანიებას მწვანე შუქი მისცა. ფილმის პრემიერა არა მარტო კულტურულ, არამედ პოლიტიკურ მოვლენად იქცა. 1986 წლის 23 სექტემბერს მოსკოვში კინოს სახლი ფილმის ნახვის მსურველებს ვერ იტევდა. საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად მილიციის დამატებითი ჯგუფების გამოძახებაც კი გახდა საჭირო. იმავე წლის შემოდგომაზე ფილმი საქართველოს ტელევიზიამაც აჩვენა. კინოსახლის პრემიერის შემდეგ მონანიება ქვეყნის კინოთეატრებშიც გამოვიდა და ყველაზე გაყიდვადი ფილმი გახდა საბჭოთა კინოს ისტორიაში. ზუსტად 86 წელს ჩამოვიდნენ კუბის დელეგაცია ჩამოვიდა და ეს იყვნენ კუბის სპეცსამსახურების მაღალჩინოსნები. ნუ საკმაოდ მრავალრიცხოვანი დელეგაცია იყო, 15-18 კაციანი დელეგაცია იყო და პირველი რაც ვაჩვენეთ მათ ეს ფილმი ვაჩვენეთ კუბელებს. როდესაც ნახეს თქვენს რომ ეს ძალიან სერიოზული ფილმია, მაგრამ ამის ჩვენებით აი თქვენ ნახავთ რამხელა პრობლემებს შევუქმნით საბჭოთა ხელისუფლებას. არ შეიძლებოდა. ეს არის პირდაპირ მიმართული საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. თვით კუბელებმაც კითხვეს ეს. მალე მონანიება პერესტროიკის მთავარ სავიზიტო ბარათად იქცა. ფილმი გორბაჩოვის ყველა ვიზიტის კულტურულ პროგრამაში შევიდა. არა მარტო მონანიება, არამედ თენგიზ აბულაძეც გენერალური მდივნის სამთავრობო დელეგაციების ყველაზე სასურველი წევრი გახდა. ხშირად რეჟისორსა და ფილმის მთავარ მფარველს, საგარეო საქმეთა მინისტრს ედვარდ შევარდნაძეს ერთად უწევდათ რეიკიავიკისა და ვაშინგტონის საბჭოთა საელჩოებში მონანიების რეკლამირება.
მე დღემდე ვერ ხვდები რა იყო, მაგრამ მგონია რომ ეს იყო რაღაცა საოცარი წინასწარმეტყველება პოლიტიკოსის და ალბათ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როგორც არიან ხელოვნებაში წინასწარმეტყველები, ალბათ ასევე არიან პოლიტიკაში. დღემდე მართლაც ვერ ხვდები რა იყო, როგორ შეძლო მან ამ ხელ რისკის თავის თავზე აღება. მონანიების ეკრანებზე გამოსვლიდან სულ მალე 1988 წელს ფილმის მთავარი მოწინააღმდეგე ალექსი ინაური გადადგა თანამდებობიდან. მას დღემდე თვლიან პარტიის ერთგულ ჯარისკაცად და პროფესიონალ ჩეკისტად. თანამდებობიდან გადადგა ედუარდ შევარდნაძეც. 1990 წელს ის დიქტატურის თემას კიდევ ერთხელ მიუბრუნდა და კრემლის ყრილობათა სასახლის ტრიბუნიდან ქვეყანას მოახლოებული დიქტატურის საფრთხე ამცნო. მონანიებამ ისევე როგორც მისმა თანაავტორმა მართლაც იწინასწარმეტყველა ქვეყნის ფინალი. 1991 წლის 30 დეკემბერს საბჭოთა სახელმწიფომ შეწყვიტა არსებობა. შევარდნაძემ პოლიტიკური მოღვაწეობა უკვე დამოუკიდებელ საქართველოში გააგრძელა, თუმცა ხშირად სტუმრობდა გორში სტალინის მუზეუმს და პატივს მიაგებდა საბჭოთა დიქტატორის ხსოვნას.